მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ კოლეგი, ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები. უფრო კონკრეტულად კი მერვე წესი, რომელიც გულისხმობს ქმედებებს შეჯახების თავიდან ასაცილებლად. წესის პირველი პარაგრაფი აღნიშნულ საკითხს ზოგადად მიმოიხილავს და გვეუბნება, რომ შეჯახების თავიდან ასაცილებლად მოქმედება უნდა იყოს დროული, ქმედებაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და შეესაბამებოდეს კარგ საზღვაო გამოცდილებას. წესის მეორე პარაგრაფი გვეუბნება, რომ ნებისმიერი ცვლილება კურსისან და სიჩქარის, რომელიც მიიღება შეჯახების თავიდან ასაცილებლად, თუ ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იყოს საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ის ადვილად იქნეს შემჩნეული მეორე გემიდან, რომელიც აკვირდება მას ვიზუალურად ან რადიოლოკატორის საშუალებით. უნდა მოვერიდოთ კურსისა ან სიჩქარის მცირე თანმიმდევრულ ცვალებადობას. მაგალითად, ამ სიტუაციაში, სადაც კონტეინერ მზით გემს მოუწევს გზა დაუთმოს და თავი აარიდოს ნავთობ ტანკერს, ის ამისათვის ახორციელებს კურსის მცირე ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ კონტეინერ მზიდმა გემმა მოახდინა კურსის ცვლილება, ტანკერისათვის შეუმჩნეველი ხდება მისი ქმედება და ისინი კვლავ უახლოვდებიან ერთმანეთს. სწორედ ამ დაახლოების თავიდან ასაცილებლად კონტეინერ მზით გემს თავიდანვე უნდა განეხორციელებინა კურსის უფრო მკვეთრი, შესამჩნევი ცვლილება, რომელიც ტანკერისათვის გასაგებს გახდიდა, რომ ის კურსების გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად ახორციელებს კურსის ცვლილებას. წესის შემდეგი პარაგრაფის მიხედვით, თუ არსებობს საკმარისი სივრცე, მაშინ მხოლოდ კურსის შეცვლა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური ქმედება გემების დაახლოების თავიდან ასაცილებლად იმ პირობით, რომ ცვლილება გაკეთებულია დროულად. არის მნიშვნელოვანი და არ იწვევს სხვა გემებთან ძალიან ახლო მანძილზე მიახლოებას. ჩვენს მიერ მოცემული გემებზე დაკვირვებით ვნახავთ, რომ როდესაც კონტეინერ მზიდმა გემმა აღმოაჩინა მისი კურსის გადაკვეთა სხვა გემთან, რომელიც ქმნიდა შეჯახების საშიშროებას, მაშინვე დაიწყო სიჩქარის მკვეთრი ცვლილება, ანუ შემცირება, რათა თავიდან აერიდებინა შეჯახება. ჩვენ ვხედავთ, რომ სიჩქარის კლების მიუხედავად მაინც წარმოიქმნება საფრთხე ორ გემს შორის, რადგან ხდება მათი კრიტიკულად დაახლოვება. აქედან გამომდინარე ვიგებთ, რომ მხოლოდ სიჩქარის ცვლილება არ არის საკმარისი შეჯახების თავიდან ასაცილებლად, რადგან ეს წაიღებს იმაზე მეტ დროს, ვიდრე კურსის მკვეთრი ცვლილება. ასე რომ თუ გარემოება იძლევა ამის საშუალებას, მხოლოდ კურსის ცვლილებით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ყველანაირი საფრთხე. მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება შემდეგი პარაგრაფი. აქ ვიგებთ, რომ ქმედებების შეჯახების თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ სხვა გემებთან ჩავლა განვახორციელოთ უსაფრთხო მანძილზე. ამ ქმედების ეფექტურობა დიდი ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს მანამდე, სანამ მეორე გემი სრულად არ ჩაივლის და არ დარჩება უკან. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პარაგრაფის მიხედვით სხვა გემისაგან უნდა დავიცვათ უსაფრთხო დისტანცია. აქ ვერსად ვერ ამოვიკითხავთ, თუ რა არის უსაფრთხო მანძილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება თქვენი გემის მდებარეობაზე სხვა გემთან მიმართებაში და თქვენზე, თუ რამდენად მოახერხებთ, რომ გააკონტროლოთ სიტუაცია მანამ, სანამ სრულად არ მოხდება ერთი გემის მეორესთან გვერდისავლა. აქვე ვიგებთ, რომ თუ აუცილებელია შეჯახების თავიდან აცილება ან დროის მოგება სიტუაციის შესაფასებლად, გემმა უნდა შეამციროს სიჩქარე ან გააჩეროს თავისი მამოძრავებლები ან მისცეს უკუსვლა. აქაც რომ მარტივად ახსნათ, გემის მორიგე ოფიცერს თუ ესაჭიროება მეტი დრო სიტუაციის სრულად შესაფასებლად და მოქმედების განსახორციელებლად, მან მაშინვე უნდა მოახდინოს სიჩქარის ცვლილება. სიჩქარის ეფექტურად შესამცირებლად გადაიყვანოს გემის მამოძრავებელი სახრახნისი უკუბრუნვაზე, ან საერთოდ გააჩეროს ის, რათა ამით მან მიიღოს მეტი დრო სიტუაციის სრულად შესაფასებლად და უსაფრთხო მოქმედების განსახორციელებლად. ამ წესის შემდეგი პუნქტი ეხება სხვა გემების მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილებას. გემი, რომელიც ვალდებულია რომელიმე ამ წესის თანახმად, არ შეაფერხოს ამ მოძრაობა, ან სხვა გემის უსაფრთხო გავლა, ვალდებულია, როდესაც ამას მოითხოვს გარემოება, შეასრულოს დროული ქმედება იმისათვის, რომ დატოვოს საკმარისი წყლის სივრცე მეორე გემის უსაფრთხო გავლისათვის. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ წინადადებაზე, არ შეაფერხოს მოძრაობა, ან სხვა გემის უსაფრთხო გავლა. როგორც უკვე ნახეთ, უფრო მეტი ყურადღება არის გამახვილებული მოძრაობის შეფერხებაზე და მის უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ამ სიტუაციაში კონტეინერ მზით გემს მოუწევს მისი კურსის მარჯვენა მხარეზე შეცვლა, რათა თავიდან აიცილოს მშრალ ტვირთმზით გემთან შეჯახება. მაგრამ რა მოხდება, თუ კონტეინერ მზიდი გემი შეზღუდულია თავისი წყალშიგით? ამ შემთხვევაში მშრალ ტვირთმზით გემს მოეთხოვება, რომ არ შეაფერხოს მოძრაობა. ასე რომ სანამ კონტეინერ მზიდი გემი განახორციელებს კურსის ცვლილებას, მშრალ ტვირთმზით გემმა მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა შეცვალოს კურსი, რათა დატოვოს საკმარისი წყლის სივრცე მეორე გემის უსაფრთხო გავლისათვის. და თუ ის გადაწყვეტს, რომ კურსი შეიცვალოს მარჯვენა მხარეს და სვლა განაგრძოს კონტეინერ მზიდი გემის კურსის პარალელურად, მაშინ მან ეს ქმედება უნდა განახორციელოს დროულად და შესამჩნევად. ასევე უნდა გაითვალისწინოს მის ირგვლივ არსებული გარემოება და უსაფრთხო მანძილზე დისტანცირდეს გემისგან, რომელიც გადაადგილდება შეფერხებით. აქ ვკითხულობთ, რომ გემი, რომელიც ვალდებულია არ შეაფერხოს მოძრაობა ან სხვა გემის უსაფრთხო გავლა, არ თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან სხვა გემთან მიახლოებისას ისე, რომ შექმნას შეჯახების საფრთხე და ვალდებულია შეასრულოს მისი ქმედება. სრულად გაითვალისწინოს ის ქმედებები, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს ამ წესების მოთხოვნილებების თანახმად.
დაუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს, სადაც ვიცით, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში კონტეინერ მზიდი გემი არის გზის დამთმობი მშრალტვირთმზიდი გემის მიმართ, მაგრამ მშრალტვირთმზიდ გემმა უნდა გაითვალისწინოს მეორე გემის მდგომარეობა, რომ მას მისი შეზღუდვიდან გამომდინარე არ შეუძლია კურსის ცვლილება, რის გამოც მან უნდა განახორციელოს ქმედებები შეჯახების ან და უკიდურესი დაახლოებისაგან თავის ასარიდებლად. და ბოლოს, როდესაც ორი გემი უახლოვდება ერთმანეთს ისე, რომ წარმოიქმნება შეჯახების საფრთხე, გემი, რომლის მოძრაობაც არ უნდა იქნეს შეფერხებული, ვალდებულია სრულად დაიცვას ამ ნაწილის წესები. ჩვენი მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად იმისა, რომ მშრალტვირთმზიდი გემი ვალდებულია გზა დაუთმოს მეორე გემს იმ მიზნით, რომ არ შეაფერხოს მისი უსაფრთხოდ გავლა გამომდინარე იქედან, რომ ის შეზღუდულია თავის წყალშიგით, ეს გარემოება მას არ ათავისუფლებს ამ წესებისაგან. თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იყო, მოიწონეთ ის, კომენტარებში დაგვიწერეთ შეფასება და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს.